ივანიშვილმა პირად მცველს მისი პირადი მოადგილე ძალოვანი უწყების მოადგილედ დაანიშნინა ვახტანგ გომელაურს, რომელიც სანქცირებული მეხუთე მოადგილე შალვა თადუმაძე ეყოლება. რის გამო მიიღო ოლიგარქმა ეს გადაწყვეტილება, რომ ძალოვან უწყებაში დაისაქმებინა შალვა თადუმაძე? ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით რამდენიმე ვერსიაზე საუბრობენ. პირველი ვერსიით ვახტანგ გომელაური ემზადება ძალოვანი უწყების დასატოვებლად და მას სავარაუდოდ შალვა თადუმაძე ჩაანაცვლებს. არსებობს კიდევ ერთი ვერსია, ვახტანგ გომელაურს დიდი ბუნტი აქვს ახლა ძალოვან უწყებაში, მას ეშინია, რომ უკანონო ბრძანების შემსრულებლებს ვერ იპოვის და ამიტომ სანქცირებულთა კლანი ძლიერდება. ეს რაღაცნაირად გადანაცვლებები ნიშნავს, რომ სანქცირებულთა კლასტერი არის ერთად და პრაქტიკულად ბოლომდეა წამსვლელი, თუმცა არსებობენ ადამიანები, ვისშიც ეჭვში აქვს თვითონ სისტემას და რა თქმა უნდა ივანიშვილს. მე მაქვს ინფორმაცია ასევე, რომ არსებობს რაღაც გარკვეულწილად კრიზისი, იმიტომ რომ ეხლა მე შემიძლია გითხრათ, რომ იქ არიან ადამიანები, ვისაც აქვს დიდი რაოდენობის ქონება ტენდერებით მოგროვებული და თქვენს გაქვთ ინფორმაცია ამის შესახებ. აქვთ გაშვებულიყავთ ოჯახი ამერიკის შეერთებულ შტატებში. ამიტომ თვითონ რაღაცნაირად შიში რომ არენდობა ვიღაცებს გომელაური ეს გამოჩნდა ზუსტად იმით, რომ სანქცირებული რაღაც კლასტერი ერთად მოაგროვა. თემა ჩამოშლილია, ხა ერთ სანქცირებულ პირად მცველს დაუმატა კიდევ ერთი მორჩილი მონა და უნდა რომ აი ამითი რაღაცა რეპრესიების გაძლიერებით შეინარჩუნოს შინაგან საქმეთა სამინისტროზე კონტროლი. ამის გარდა სხვა დასკვნის გამოტანა რატო უნდა გადაიყვანო უზენაეს სასამართლოს მოსამართლე და თავმჯდომარის მოადგილე შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტად უბრალოდ სხვა ხსნა არ აქვს. პირადი დაცვა, უფრო მნიშვნელოვანად ხოლმე თუ ადვოკატი ადამიანთვის ეს ცოტა რთული ამბავია, მისთვის პირადი უსაფრთხოებას უფრანი ჭედან მნიშვნელობას თუ ფინანსურს და ბიზნესთან მიმართებაში ხედავთ, რომ ფინანსური ძალიან ადარდებს და ფიზიკურიც, იმიტომ რომ ამისთვის ხეები ჩამოაქვთ. ამიტომ მისი რომელი დამცველი უფრო ემეტება ქვეყნის მინისტრობისთვის, ეს რთული სათქმელია. ბიზნესთან ივანიშვილს ყოველთვის აქვს ხოლმე გავსი ტიპის გეგმები, ყოველთვის არის რომ ერთ ადამიანს შეახოცავს ყველაფერი და მე მას გაუშვებს და ამით გადაწყვეტას თავისთავად ცდილობს ხოლმე. უბრალოდ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ჩვენთვის ხალხმნიშვნელოვანი არის ხელახალი არჩევნები, ის რომ საერთოდ არ გვადარდებდეს გომელაურის მოადგილე თადუმაძე იქნება თუ არა. ის რომ ამ სხვადასხვა დაჯგუფების თუ ჯგუფების დაპირისპირება არსებობს ოცნებაში, ეს ახალი ამბავი არ არის. თბილისი პატარა ქალაქია და ყველაფერი ძალიან კარგად იცის და შესაძლოა აქედან იყოს გამოწვეული, რომ ვიღაცას განარიდა ან პირიქით. მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, ბრძოლის პროცესისთვის ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, იმიტომ რომ ესენი არიან ადამიანები, რომლებსაც უბრალოდ სულ ერთია, რასაც ჩასწახებ, იმას ამოსახებენ და სულ ერთია პრინციპში ვინცად იქნება. როგორი დამოუკიდებელია ჩვენს ქვეყანაში სასამართლო, დღეს კიდევ ერთხელ დაადასტურდა უზენაესი სასამართლოს უადე მოსამართლე შალვა თადუმაძე ბიძინა ივანიშვილმა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ დაანიშნა. პირველების ინფორმაციით არ არის გამორიცხული შალვა თადუმაძის მიერ გათავისუფლებული ადგილი უზენაეს სასამართლოში დაიკავოს თეა წულუკიანმა. თეა წულუკიანი ახლა განაწყენებული არის ოლიგარქზე და ქართული ოცნების წევრებზე და ჩვენი ინფორმაციით შესაძლოა სწორედ შალვა თადუმაძის მიერ გათავისუფლებულ ადგილზე თეა წულუკიანი დანიშნოს ბიძინა ივანიშვილმა.